მოგესალმებით მეგობრებო. აბა როგორ ხართ? ეხლა რა თქმა უნდა ის საყიდლებზე მივდივარ. ორი პარკი ნაგვით. ცოტა გამოვიპრანჭეთ, ცოტა. და ნახოთ აბა გარეთ როგორი ამინდია, მე მგონი ძალიან კარგი ამინდია. აი ეს ცოტა ხელიზე დამაცვია. და წავედით. აი ეს კარი ხა თუ გავაღე ერასოდეს ვერ ვაღებ. ისეთი მძიმე კარი მაინე. ბავშვი როგორ გააღებს მე არ ვიცი. და კარგია მინდია. აი ჩიტების ჭიკჭიკი თუ გესმით. შვენიერი ამინდია. ძალიან კარგი. რაიმე ეს ალერგია არა დაარმანებებს თავს. ალერგია არ მანებებს თავს. ცხვირიდან მომდის. მოკლედ ზაფხულია ჩვეულებრივი მეგობრებო. უნდა ითქვას ჩვეულებრივი ზაფხულია. წავედით ახლა ხილბოსტანში. ვიყიდოთ ჭადის ფქვილი. და ყველი თუ იქნება ნორმალური, თუ არა მაღაზიაში ვიყიდი. Так, шакари გვინდა, შაქარი. Так, ეს ღირს 3.70. ეს 2 კილოიანი ღირს 4 და 80. კილოიანი ღირს 2 და 45. ამას ავიღებთ. Так, კიდე მითხრა. წვენი. Вот на тахтари. Ходи на тахтар савიღებ თითქენ. აქ ავიღოთ. ამას ავიღებ. ციციბურას 3.95 ცოტა ძვირია. მაგრამ ნუ რა ვქნათ არა უშავს. ანა ტახტარია გერაკაც არის. რომელი ავიღოთ? ფეიხო არის გახსნილი. ეს რომელია? ტარხუნა კი უყვარს ბავშვებს. მე ტარხუნა ავიღოთ. Pasta გვინდა. Так, რა ვიყიდე? 2 კილო კარტოფილი. კარგი კარტოფილი იყო, ძალიან შეიძლება ცოტა მეტი. Spanieli ვიყიდე, კინძი და პეტრუშკა. ვიყიდე. დაწახვიდე, სამიდიხარ. თეონა დამეხმარე. ჭადის ფქვილი და ყველი. აბა ესეთი გინდოდა? ნახო ბატონო. კემოზე ხა მეც არის შეგობია. ჭადის ფქვილი და ყველი ჭადები უნდა გავაკეთოთ.
ვაშლის სტატუსთან ვიყიდე და ვაშლი ავიღე. ისე დავდოთ. კიდე რა ვიყიდე. ადახტარი ტარხუნა, უშეს უყვართ. რძე ვიყიდე სანტესი 2 ნახევრიანი. კბილის პასტა კოლგეიტი. 1 კილო შაქარი. 1 შეკვრა მარილი. უველკას ციციბურა. და 1 ცალი პური და დავხარჯე სადღაც 55 ლარი მეგობრებო. აბა რა სიტყვით, მარტო ყველში გადავიხადეთ 15 ნახევარი. აი მგონი კარგი რაღაცები ვიყიდე მაგფაში. არა, სალომე არა ხარში. ვინ ახარ? მოხვედი? არა, ვინ ხარ? პეტრე? რა მიიღე ქალბატონო სალომე? ხეს მათემატიკაში დამოუკიდებელი არ ქონდა, იმიტომ ცოტა მივიყავით. დამოუკიდებლები გვაქვს თითქმის ყოველ ხუთშაბათს, მაგრამ როგორ გიხდება ქალბატონო? მივიყავით, არ დაგაწერინა. არაფერი არ დაგაწერინა. არ დაგაწერინა. კაი, არა უშავს. უფრო კარგი, დღეს მილენას აქვს 2 შემაჯამებელი. ვაიმე. ხო. ერთხელ სამდღეში 5 შემაჯამებელი მქონდა. დედაღმერთ, აი რა საწვალებენ ბავშვებს. სალო როგორ გიხდება, რა მაღალი ხარ ამაში. გრძელი ფეხები და მაღალი გოგო ლამაზი ჩვენი. აი ხა, პირველი შეკითხვა, დედა რა უნდა ვჭამოთ? აი ესეთი პატარა გემრიელი სუფრა გვაქვს მეგობრებო, ყვავილოვანი კომბოსტო. ჭადები გემრიელად გამომცხვარი თეუნასი. ესეთი ქარხნული ყველი ძალიან გემრიელია, მარილიანი ძალიან გემრიელი. ესეთი კოქტეილი გვაქვს, შეიკი ძალიან გვიყვარს, ალკოჰოლის გარეშეა, მე მგონი როგორც ცოტა ეს ალკოჰოლით არის ცოტა აქვს და მეორე რა ქვია, გრეიპფრუტით რომელიც არის, მაგას არ აქვს. და მინდა კიდევ ძალიან გავსინჯო, აი ეს გუშინლევანი მოიტანა. ზინოთ ახლა მეგობრებო, გუშინლევანი სამსახურის მერე რომ მოვიდა, რაღაცა თბილეული მოიტანა ერთი დიდი პარკი სავსე და თავის ძოლს თეუნას აფრთხილებდა რომ ამასო ხელი არ დაადო ესო ყველაფერი არას მოუტანეო. ვაი უკვე ვიცექი, მაგრამ მომკვდი სიცილი, სიმართლე რომ გითხრათ. არა, ფერი არა იყო, არაფერს ხელი არ მოკიდეო, ყველაფერი ანას უყიდეო, ხო და მიყიდა აი ესეთი ცივი ყავა, აისტ კოფი, მოკა აწერია. გუსტავო. მოდით გავსინჯოთ. თავის ხავე ხა და ნახავ როგორია. სიმართლე რომ გითხრათ, რძიანი ყავა. თითქოს ასეთია, იმიტომ რომ რძიან ყავას მოგონებს. აი შეხედეთ როგორია. ხო, რძიანია? არა. ახლა? ხო. თუნდაც იყოს რძიანი. ყველა რძიანი მეგონი ცივყავას. აბა გავსინჯოთ. არ მიყვარს რძიანი ყავა, სიმართლე რომ გითხრათ, მაგრამ გავსინჯოთ. სუნი ძალიან გემრიელი აქვს. საო ცოტა დაუწიეთ რა. სუნი კარგი აქვს, მაგრამ სიმართლე გითხრათ რძიანია და არ მომწონს. თეოდალევ, რატო? აცხელებუსო. მიდი რა. და არ მიდრეს, ხო ვერ დავივარ. და მოკლედ გემრიელია, მართლა გემრიელია, სუნის კარგი აქვს. ძალიან სასიამოვნო სუნი აქვს. უბრალოდ მე რძიანი არ მიყვარს. ნუ ხა სხვა თუ არაფერი არ იქნებოდა და წყურვილით მოხკოდებოდი დავლევდი რა თქმა უნდა, მაგრამ უბრალოდ არ მომწონს, რა გემოვნების ვარიანტია. თუმცა გემრიელია. სალომე. სალო ცოტა დაუწიეთ. ტელეფონს დაუწიეთ რა, თორე ეს მარტო ის ბიჭის ხმა მისმის. ეხლა მოდით ეს გავსინჯოთ. თუმცა გასინჯული მაქვს, უბრალოდ აღარ მოხდეს როგორი გემოქვს. აბა, გაგიმარჯოთ მეგობრებო, კარგად იყავით, მაგრად იყავით. ესე ლიმნის კოქტეილია, თითქოს ლიმნის გემო აქვს. ვითომ სპრაიტია. ალკოჰოლი საერთოდ არ იგრძნობა.
გემრიელია ძალიან, მე ძალიან მომწონს. ასვიჟაეთ. აგრეთვე გამაგრილებელი სასმელი. კი, ნამდვილად ძალიან გემრიელია. მომწონს. რაღაცა სამლარამდე ღირს ხოლმე, ხო თეო? რაღაცა ეგრე. ლიბრეში. შემდეგ მოგოჩიო. 3 შეიძლება 4 მოკლედ ესე ღირს. ეხა მინდა ყველაფერი მინდა. ყვავილოვანიც მინდა, ჭადიც მინდა და ყველიც მინდა. ძალიან გემრიელი ყველი ვიყიდეთ. ვიყიდე. აქ ხილბოსტანში, თეონასთან. ეს გავწიოთ ესეც გვიშლის. აბა მოდით. გავსინჯოთ გემრიელი იმიტომ არის რომ გავსინჯოთ უკვე და მოგვეწონა. მე რაში რითი უნდა დავლიო ერთი მითხარი რომ წამოწე მოგცემ ეხლა მანდარა ვიცოდე. ყვავილოვანიც დავიდოთ. ყვარს ძალიან. და ჭადუკა. აი ესე გამოიყურება ჩემი თებში. მაგრამ ჭადი და ყველი რა თქმა უნდა ხელით. კამილა ესე ჭამს ხოლმე, მოატეხავს ყველს და ადეს ჭადს და ესე ჭამს ხოლმე. ძალიან კარგია. მე შუა დღეზე თამნამ გვითხრა ალადიკებსაც გამოგიცხობთო. ასე რომ ალადიკებსაც ველოდები. დავიმსახურებ თეუნა, კარგად ვიმსახურებ. მერწმუნე კარგი გოგო ვარ. გემრიელია ძალიან. ჰა? ხარ ოპეჩინდა. გემრიელად მირთვით. ასეთი სადილის ვარიანტი შემოგთავაზეთ და შეგიძლიათ ისარგებლოთ იდეით. კამილა მიკეთებს სიბყავას. დაჭირე კარგად. ეგრე აკეთებ. ოხ, ნახე როგორი უზორებით აკეთებს. მაგრამ ეს ეგრე არ დარჩება. წყალს რო ჩავასხავ, მე აღარ დარჩება. ოხ, არა, ცოტა ჩაწიე. არა მოგისხასებოთ. всё, მეტი არა. ამით ქვეფე, კარგი ფერი კონდეს. და რანაირი ნაყინი იყიდე? ფრუქტობილად? როგორც გინდოდა? რა ღირდა ერთი ცალი? ლარი 80 თეთრი. მართლა? მეტი არა. რა შოდი თური კაი. კედელს ეტყობა. ეხლა მილესოკიც მოვა და სუპი იქნება მე ხო შეჭამდე? არა. კი. და ნაყინი რო რამოდენმე სანამ წავიდოდი მანამდე რომ მიჭამია. როგორი? შოკოლადის გიჭამია? ეხლა კიდე ფრუქტობილოდიც გინდა? რა? ჯერ არა, მაგრამ ცოტა მე მომდება. კაი. როგორ მითქვიფო? კაი, მოდი მე ვთქვი. ცოტაც უნდა კიდე. ვერ ვიტყვი რომ ძალიან კარგად მუშაობს ეს რაღაცა. უბრალოდ ბოთლით უფრო მალე აითქვიფებოდა, მაგრამ ბოთლში ჩაყარე, გადმოასხი, ამაში უფრო მარტივია. მაგრამ, ან ამაზე უკეთესებიც არსებობს, რომელიც უფრო კარგად და მაგარ ქაფს აკეთებს, ასე ვთქვათ, ესეთი მკვრივი ქაფი რო იყოს. ან არა და ყველა ესეთია, მაგრამ, რა ვიცი, დიდად აზრს ვერ ვხედავ. ეხლა რადგან მაქვს, იმიტომ ვაკეთებ, თორე ძალიან მაინც არ მომწონს, ვერ ვიტყვი რომ კარგია. მოკლედ, ეს გამოვიწერე თემუდან და ისე რა ფაქტიურად არ მომწონს, უნდა ითქვას. ეხლა წყალსაც ჩავასხავ, ცივ წყალს და ეგ იქნება მე გუშონით, რძით და ნაყინით არ მიყვარს. მიყვარს შავი ყავა. იცა, დედა შემოვა და ელოდე ცოტა ხანი. ელოდები? კარიც რო გავუღე. მილენა მოდის. და დიაზო შეღარ მიდიხარ თემუკა. წაურო შევწოვ. აბა სად არის? არა.
შენ აღარ. ეს ვაში ხო იყავით ან წიღან მაღაზიაშიც. აბა ვინ მოდისო? დედასი, ლამაზი, როგორ ხარ? ბაურის ნაჩუქარისტანი გაჩვია. ხო არა, ჯერ საჭმელი რა თქმა უნდა. ჯერ საჭმელი. როგორ ხარ? რა ქენი შემაჯამებელში? 10-იანი და 10-იანი. მართლა? და 10-იანი. გუშინაც 10-იანი და დღესაც 2-10-იანი? 3-10-იანი. ორი შემაჯამებელში 2-10-იანი მიიღე? 3-ვე. მესამე? გუშინდან. ვაუ! არ მეტყვებ? არა. რა მაგარია დე! ჩემი ყოჩაღი. აბა როგორი ლამაზი ხარ? კაკაო კიდე. აბა როგორი ლამაზი ხარ მაჩვენე? კამილას მიეცი აბა ქურთუკი. ნაკიდი კაკაო. კაკაო. არა. აბა დატრიალდი აბა ლამაზი ხარ. როგორი ლამაზი ხარ დე? ყოჩაღ დედასი, ყოჩაღ. გაჩვენა ერთი. მათემატიკაში. ой, მე რა მაგარია. ყველაზე პირველ ჩავაბარდეს. სან მაგარია დე, ყოჩაღ. როგორ მიამაყები ჩემო სიცოცხლე? ყოჩაღ დე. დიხება ძალიან იგზედა. აი, მოდით ახლა გავხედოთ კამილას და თემუკას. აი თემუკა, აი კამილა თამაშობენ. აი კამილა. კამი! როდის? დღეს გაგ? მოიცაბა? თეკო? ფეხბურთი მაქო დღესო? არ ჩაიქო ხოში დე. თემუკა კი? ჯერ ადრეა, მაგრამ ამოდი. კამილა იქით მთები ჩანს. გაიხედები და იქითაც მთები ჩანს. ლამაზი ხედია ძალიან. მაგრამ ეს корпуსები რა თქმა უნდა, корпуსების ვიდი, აი რა გითხრათ, თქვენ თვითონაც ხედავთ. თამაშობენ ბავშვებთან ერთად აქ. კარგით მეგობრებო, დღეს ამით უნდა დავასრულო. ეხლა ბავშვებმა გაკვეთილები უნდა გააკეთონ, ცოტა მივალაგო და დავეხმარები. თქვენ კი გემშვიდობებით და წარმატებები ყველას. ბევრი ლაიქები, ბევრი კომენტარები და ძალიან მადლობელი ვიქნები თუ გამოიწერთ ჩვენ სახლს და ჩვენთან ერთად დარჩებით წინ. კიდევ ბევრი საინტერესო რამ გველის და უკან კიდევ ძალიან ბევრი ვიდეო გვაქვს, რომელიც დარწმუნებული ვარ თქვენ ჯერ არ გინახავთ. დროებით.